აი რა აიძულებს ადამიანს დაანებოს მოწევას თავი ყველაზე მეტად? მე რაც მინახავს ეს არის უკვე განვითარებული დაავადება. ყველაზე ხშირად, მოდი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს სიგარეტზე, მაშინ როცა ეს დაავადება არ ჩანს, კიდევ კარგი. ყოველთვის ვეკითხები ხოლმე. ჯერ ერთი მაინტერესებს მანამდე რა იყო, ანუ კლინიკური გამოვლინება როგორი იყო, იმიტომ რომ კიდევ ერთი რამეა საინტერესო. სიგარეტთან დაკავშირებული სიმპტომებად ითვლება უკვე მაგალითად ხველის დაწყებიდან. თუნდაც ნახველს რო იღებენ ყოველ დილას თითქოს რო ისუფთავებენ ფილტვებს, მაგრამ მწეველების ძალიან დიდი ნაწილი ამას სიმპტომად არ თვლის. როცა იკითხები, როდის დაიწყო ქოშინი, გიყვება რომ აი 2 კვირაა, ამ დროს ფაქტია, როგორ რას ქვია 2 კვირაა და ის რომ ვერადიოდა უკვე მეორე სართულზე დასვენების გარეშე, ამას არ თვლის. იმიტომ რომ ამბობს რომ მწეველი ვარ და აბარა იქნებოდა. ანუ თუ კი სიმპტომად ჩათვლი, ექიმთანაც უნდა მიხვიდე. ექიმი რომ გეტყვის, ზუსტად იცი რომ ექიმი გეტყვის რომ დაანებე სიგარეტს თავი და არ მოგწონს, არ გინდა ეგ ამბავი, გიყვარს ეს სიგარეტი და რა უნდა ქნა. და შენ რას ეკითხები ხოლმე, რატო დაანებე დაავადება? რა იყო мотиваცია შენი, რატო დაანებე თავი და ძალიან ცოტას უთქვამს, რომ მაგალითად ჩემი შვილის გამო გამიჩნდა შვილი, იქ იყო და ნუ აღარ მოვწიე ოთახში, ვეღარ მოვწიე სამსახურში, ეხა ყოველ წუთში გარეთ სირბილის თავიც არ მქონდა და დავანებე თავი. იმას გაცნობიერებული აქ ეს შეგნებული ნაწილია, რომელმაც იცის, რომ ის მისი გამონაბოლქვით სიგარეტის ბოლი მის შვილს მეუღლეს აზიანებს და ისინი პასიური მწეველები ხდებიან. ანუ თითქმის იგივე შეისუნთქავენ. უფრო მეტს არა. ან ასე შეგნებულად დაანება თავი, რომ აზიანებდა ოჯახის წევრს, აზიანებდა გარემოს და თვითონაც იცოდა, რომ დაზიანდებოდა და ან კიდევ უკვე დაზიანდა და დაანება თავი. სამწუხაროდ უკვე დაზიანდა და დაანება თავი უფრო ხშირია.